სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან 4 დღეში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ანდრი ერმაკმა საპატიმრო დატოვა სასამართლოს მიერ შეფარდებული 2.700.000 ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით ეს თანხა სხვადასხვა წყაროს მიერ არის გადახდილი, რადგან 13 მაისის სასამართლოს ხდომაზე ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ თავად არ ჰქონდა გირაოს გადახდის შესაძლებლობა და დამოკიდებული იქნებოდა მეგობრების დახმარებაზე. ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით ყოფილი მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გათეთრებაში, რაც დაკავშირებულია კიევის შემოგარენში ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან, რომელიც მოიცავდა სპა სალონებსა და აუზებს, ხოლო ერთ-ერთი ობიექტი განკუთვნილი იყო პირადად ანდრი ერმაკისთვის. ბრალის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 12 წლამდე. მასთან ერთად ამავე მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ეჭვმიტანილია კიდევ 6 პირი, ხოლო გამოძიების საგანია 2021-2025 წლებში განვითარებული მოვლენები. მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ამ თემასა და ქვეყანაში მეორე გავლენიანი პირის დაკავებაზე დუმს. გარდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობისა, ანდრი ერმაკი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მხრივ და მონაწილეობდა უმაღლესი რანგის მოლაპარაკებებში. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფულის გათათრების საქმეში ვოლოდიმირ ზელენსკი არც მანამდე ყოფილა და არც ახლა არის გამოძიების სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ ჩხერკა და დაკავებები მისი უახლოესი გარემოსთვის წევრებს შეეხოთ.